ყოველთვის მეგონა, რომ იოგა მხოლოდ ფიზკულტურა, რთული პოზები და მოქნილი ვარჯიშები იყო. მაგრამ როდესაც სიღრმისეულად შევეხე, აღმოვაჩინე, რომ იოგა არ არის სხეულის ვარჯიში. ეს არის გონების მართვის ხელოვნება. მოგესალმებით მეგობრებო. გინდათ გავარკვიოთ რა არის იოგა და საიდან უნდა დავიწყოთ მასთან მიახლოვება. მე არ ვარ მასწავლებელი, განსაკუთრებით იოგას მასწავლებელი. მე თვითონ თავად ვსწავლობ, ვიძიებ, ვიკვლევ და თუ რა გამოვიკვლიე, რა შევისწავლე და რა აზრზე ვარ იოგას შესახებ, ამას ახლა მოგიყვებით. თუ გაინტერესებთ, გავამყევით. რადგან დღეს ჩვენ ვიწყებთ 14 დღიან მოგზაურობას. ეს არ არის სპორტი. იოგა არის ის თუ როგორ აწარმოებ შენ შინაგან კონტროლს და როგორ ურთიერთობ სამყაროსთან მთელი დღის განმავლობაში. ეს არის შენი შინაგანი ლაბორატორია. თქვენ წინაშეა ბედური ცოდნის ლუკა, რომელიც მე ავაწყე. ეს იმისთვის დამჭირდა, რომ ამ უზარმაზარი ინფორმაციისთვის რაღაცნაირად თავი მომეყარა. ვინაიდან მინდა ხმად შევისწავლო ეს 5000 წლოვანი სიბრძნე, გულისხმობ ბედურ სწავლებას, დროდადრო სხვადასხვა წრეებს ვსწავლობ, სხვადასხვა სიღრმეებში შევდივარ. დღეს გამიხილავ შავ სფეროს, ფილოსოფიურ სკოლებს. აი, აქ არის იოგა. ამ დიდ სკოლებს შორის. საიდანაც არ უნდა დაიწყო ამ ცოდნასთან მიახლობა, ის უზარმაზარ ოკეანეს გავს. ოკეანეს კი რომელი ნაპირიდანაც არ უნდა მიუდგე, რამდენი პეში წყალიც არ უნდა ამოიყო, მაინც ოკეანეც რჩება თავისი სიღრმით და ძალით. ეს ალეგორია იმისთვის დამჭირდა, აქ იხსნათ ამ მასშტაბების სიდიდე. მისი მასშტაბები იმდენად დიდია, რომ სტრუქტურისთვის ახალი რუკის შექმნა დამჭირდა. იოგას მატრიცა. აი ისიც. თქვენ თავად ხედავ ამ სიღრმეს და ამ სიდიდეს. რა თქმა უნდა, ვიდეოს ფორმატში ამ მასშტაბებს სრულად ვერ განვიხილავთ, მაგრამ მთელი ეს ინფორმაცია მე შევკრიბე და Facebook-ზე 7 ვრცელი პოსტი გამოვაქვეყნე. მაშასე, იოგა, საიდან უნდა დავიწყოთ? რა თქმა უნდა, ანბანიდან. ანბანის გარეშე სწავლა შეუძლებელია და იოგას ანბანს ქვია სათანა. ეს არის იოგას და არა მხოლოდ იოგას, მთელი ამ ბედური ცოდნის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის პირველი საწყისი ანბანი. ჩვენ ამ 14 დღეში ასოებს სწავლობ. სათანა, შეგნებული ყოველდღიური პრაქტიკა. ეს არის შენი სულიერი საწავი, შენი შინაგანი სივრცე, შენი გონება და ემოციები, რომელიც შედგება 3 ფუნდამენტური სვეტისგან. დინაჩარია, პრანაიამა და ტაპასი. დინაჩარია, დღის შინაგანი ჰიგიენა, დღის რიტმული არქიტექტურა. დინაჩარია ნიშნავს დღის წესრიგს, როცა დღეს საკუთარი თავით იწყებ. ეს არის არჩევანი, შენ მართავ შენ დღეს, თუ შენი დღე მართავს შენს ნერვულ სისტემას. პრანაიამა, ენერგიის მართვის ხელოვნება. პრანაიამა არის სასიცოცხლო ენერგიის გაფართოება. როცა აკონტროლებ სუნთქვას, შენ აკონტროლებ შენს გონებას. როგორც დისტანციური მართვის პულტი. წარმოიდგინე, შენი სხეული არის ელექტროგაყვანილობა, რომელშიც ზედმეტი ძაბვაა. ეს პირდაპირი წვდომაა შენს ნერვულ სისტემასთან. როცა იცი როგორ ისუნთქო, გაქვს პულტი, რომელს შეგიძლია მართო შენი შფოთვები და შენი ენერგია. ტაპასი, ნებისყოფის ფოლადის ღერძი. ტაპასი არის შინაგანი ცეცხლი, რომელიც იწვის მაშინ, როცა რაღაცის გაკეთება გეზარება. მაგრამ მაინც აკეთებ. ტაპასი არის უნარი გადააბიჯოს შენსავე არ მინდას. ადამიანებს გვაქვს მიდრეკილება სიზარმაცისკენ. ტაპასი არის ზუსტად ამ სიზარმაცის დამარცხება. რაღაცას აკეთებ არა იმიტომ, რომ ქსიამოვნებს, არამედ იმიტომ, რომ იცი,
ეს შენს განვითარებისთვის არის საჭირო. უთხრა ცდუნებას არა. არის უმაღლესი დონის ფსიქოლოგიური დაცვა. შენ აშენებ შიდა კედელს, რომელსაც ქარეშხალი ვერ დაანგრევს. სათხანა არის მეთოდი, გახდე საკუთარი თავის მფლობელი და არა საკუთარი გონების მონა. მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება მოიმარჯვეთ კალამი და ბლოკნოტი. დღიური. ეს არ არის უბრალოდ ნივთები ამ შემთხვევაში. ეს არის თქვენი იოგას, თქვენი პრაქტიკის სათხანას ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. რატომ? იმიტომ რომ ეს ბლოკნოტი გახდება თქვენი პირადი სარკე. თქვენ დაიწყებთ წერას, რაც გძნობთ, რა გაწუხებთ, რა გიხარიათ და ეს ჩანაწერი დაგეხმარებათ საკუთარი თავის გვერდიდან დანახვაში. ფსიქოლოგიაში დღიურის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეთოდია თვითშემეცნებისთვის, რადგან ის გეხმარებათ არა მხოლოდ გაიგოთ ვინ ხართ, არამედ გააცნობიეროთ ის მექანიზმები, რომლებიც თქვენ ყოველდღიურ რეაქციებს მართავს. ეს არის თქვენი პირადი სივრცე, სადაც არავინ არ შემოგხედავთ, არც არავის არ უნდა ანახოთ. ამიტომ იყავით მაქსიმალურად გულწრფელები საკუთარ თავთან. ეს არ არის უბრალოდ დავალება, ეს არის თქვენი ტრანსფორმაციის დოკუმენტირება. ამის პარალელურად ჩვენ გვექნება უფრო გასართობი 14 დღიანი ტესტირება. ამ მთელი 14 დღის განმავლობაში თითო კითხვას დაგისვამთ. ეს იქნება ახალ თუ არა, რამდენად ხართ მზად გააგრძელოთ იოგა, დაიწყოთ იოგა ამ 14 დღეში თუ მომყვებით. გამოვავლენთ ამ პასუხს. 15 დღეს გამოვავლენთ პასუხს. მაშასე მზად ხარ? მხოლოდ 15 წუთი დღეში რეალურად აიღო საჭე შენს ხელში. გახსნა შენი შინაგანი ლაბორატორია და გადადგა პირველი ნაბიჯი საკუთარი თავის მართვისკენ. თუ ასია, მაშინ დავიწყოთ. შევხვდებით ხვალ? ნახვამდის.